ყემალაძე შეიყვანეს სათბურთი თამაში ნიუ-ვიჟენის მოთამაშეებმა. პირველი ნომრით ბექა ყემალაძე 7, გუნდის კაპიტანი შოთა თოფურია 8 ვახტან. ნიუ-ვიჟენის აქტიურობის შემდეგ ახლა უკვე თესეულს წადა მომენტის შექმნა და ვილიან სოუზა რომ დაწინაურდეს და მერე დაცვაზე გააკეთოს. აქცენტი აქ არის შანსი ამ ყოველივესთვის და გადარჩა ამ ეპიზოდში რომ დაწინაურდეს და მერე დაცვაზე გააკეთოს. აქცენტი აქ არის შანსი ამ ყოველივესთვის და გადარჩა ამ ეპიზოდში ნიურეული დარტყმა საკუთარი საჯარიმოდან და კინაღამ გაახსნილი ანგარიში. აქ ორაგოლიძე უახლოვდება საჯარიმოს დარტყმა. ძალიან ასისა თესეუ აგრძელებს კვლავ რისკიან თამაშს 5 მოთამაშით შეტევაში ყოფნას. ამ მეორე ნახევარფინალს არმიასა და დინამო თბილისის შორის შეხვედრა 19 საათზე დაიწყება ამავე დარბაზში. აქ თოფურია მეორე ნახევარფინალს არმიასა და დინამო თბილისის შორის შეხვედრა 19 საათზე დაიწყება ამავე დარბაზში. აქ თოფურია თამაშობს კარგად და ძალიან სწრაფად წამოიღო ბურთი შეტევაში. თავადვე შეუძლია დაგვირგვინება. კეკელიაც რუბოძრაობა დარტყმა და ძელს ხვდება კარგად და ძალიან სწრაფად წამოიღო ბურთი შეტევაში. თავადვე შეუძლია დაგვირგვინება. კეკელიაც რუბოძრაობა დარტყმა და ძელს ხვდება ბურთი. მერე ჯვარაშვილი ქურცაძე უახლოვდება აქ ნიუ-ვიჟენ ჯორჯიასის კარს. დარტყმის საშუალება თანაბარი თამაშია. თესეუს უფრო მეტი ინიციატივით ნიუ-ვიჟენ ჯორჯიასი ძალიან სახიფათო კონტრ. თანაბარი თამაშია. თესეუს უფრო მეტი ინიციატივით ნიუ-ვიჟენ ჯორჯიასი ძალიან სახიფათო კონტრ. ჩალაძეს თითქმის მოპოვებული ჰქონდა. უკვე უპირატესობა აქვს. კაჩომა შეძლო ბურთის ართმევა მეტოქისათვის ჩალაძის დარტყმა. ჩალაძეს თითქმის მოპოვებული ჰქონდა. უკვე უპირატესობა აქვს. კაჩომა შეძლო ბურთის ართმევა მეტოქისათვის ჩალაძის დარტყმა და განსაკუთრებულ წინააღმდეგობას უწევენ ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანს და თავიდან მოწინავე პოზიციებზეც იყო და განსაკუთრებულ წინააღმდეგობას უწევენ ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანს და თავიდან მოწინავე პოზიციებზეც იყო გახალთ. ერთ-ერთი ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. ესე უკვლავ 5 მოთამაშით კვლავ რისკიანად შეტევაში და ამ შემთხვევაში იზრუნო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე, რაც ვიხილეთ იმ სადღაც წუთნახევრის განმავლობაში, რაც რა პერიოდის განმავლობაში. კარგი გადაცემა, ბუკია მორიგი, ასე რომ ასეთი შანსები რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხეები შეიძლება თესეუს შეიქმნას.იდან გამომდინარე რომ გუნდი ცდილობს 5 მოთამაშით შეტევა, ასე რომ ასეთი შანსები რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხეები შეიძლება თესეუს შეიქმნას.იდან გამომდინარე რომ გუნდი ცდილობს 5 მოთამაშით შეტევა, შეეძლო თესეუს 2-3 გოლის გატანა კიდევ დამატებით, გარდა იმ 1 გოლის და თამამი გადაწყვეტილებაა ცალსახად თესეუს მხრიდან. აქ ჯვარაშვილი ასრულებს დარტყმას და ამ რისკის შემდეგ ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანს და თამამი გადაწყვეტილებაა ცალსახად თესეუს მხრიდან. აქ ჯვარაშვილი ასრულებს დარტყმას და ამ რისკის შემდეგ ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანს თამაშს და ტაიმს ატარებს ამ სეზონში. როგორც ჯორჯიანსი მსგავს სტილში, როგორც ახლა ბურთის გაკონტროლებას და მეტოქის საჯარიმოსთან ყოფნას, თუმცა ესე ჯორჯიანსი მსგავს სტილში, როგორც ახლა ბურთის გაკონტროლებას და მეტოქის საჯარიმოსთან ყოფნას, თუმცა ესე მარცხენა ფლანგიდან მოაწყვიან ნიუ-ვიჟენის მოთამაშეები. უნდა მეთქვა რომ ალბათ შეეცდებიან გოჩატარუაშვილი, მესამე არბიტრი გიგა ლომიძე და დროის ამხვრელი შოთა ქუხილავა. აქ ჯვარაშვილმა კიდევ 1 გოლის გატანა ხერხებს ამ დარჩენილ დროში ვითარების რადიკალურად შეცვლას. ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი გავა ფინალში. აქ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში. აქ წყინვალეთ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში. აქ წყინვალეთ მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე ტაიმში კიდევ უფრო სწრაფი თამაში შესთავაზა მეტოქის ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსმა. ვილიან სოუზ მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე ტაიმში კიდევ უფრო სწრაფი თამაში შესთავაზა მეტოქის ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსმა. ვილიან სოუზ ჯორჯიანსმა უკვე გაარკვია მატჩი გამარჯვებული გუნდის ვინაობა. 3-1-ზე უტევენ აქ ნიუ-ვიჟენის მოთამაშეები და ჯორჯიანსმა უკვე გაარკვია მატჩი გამარჯვებული გუნდის ვინაობა. 3-1-ზე უტევენ აქ ნიუ-ვიჟენის მოთამაშეები და შორი დისტანციისა და მახვილი კუთხისა. აქ არის შანსი ჯვარაშვილი და გადარჩა თოფურია. შორიდან ახორციელდება დარტყმა, თითქოს ამის ვარიანტი იყო, ეს ვარიანტი იყო და კეკელიამ მოახერხა მერვე გოლის გატანა. თოფურია შორიდან ახორციელდება დარტყმა, თითქოს ამის ვარიანტი იყო, ეს ვარიანტი იყო და კეკელიამ მოახერხა მერვე გოლის გატანა. ანგარის შედარებით მისაღები გახადოს და აქ
უკვე ტყები გახადოს და აქ უკვე ტყებალაძე თამაშობს საოცრად. აქ ნახოთ ქურცაძე დაარტყამს თუ პას გააკეთებს და საბოლოოდ ესე მოახები გახადოს და აქ უკვე ტყებალაძე თამაშობს საოცრად. აქ ნახოთ ქურცაძე დაარტყამს თუ პას გააკეთებს და საბოლოოდ ესე ახალაია დაამშვიდებს. არმიასთან 21 ტურში ყველა ვარიანტში უნდა მოიგოს თესეუმის მატჩი. აქ კიდევ ერთი გოლი არმიასთან 21 ტურში ყველა ვარიანტში უნდა მოიგოს თესეუმის მატჩი. აქ კიდევ ერთი გოლი 6 ბურთამდე შემცირებას. აქ ქურცაძე თამაშობს აქტიურად. თესეუმ აუცილებლად უნდა მოიგოს 6 ბურთამდე შემცირებას. აქ ქურცაძე თამაშობს აქტიურად. თესეუმ აუცილებლად უნდა ჯერ ბუკიამ და მერე ტყემალაძემ შვენივრად ითამაშეს. განსაკუთრებით ბუკიას მოუწია საკმაოდ ბევრი მომენტის პერსპექტივაზე, მეოთხე პოზიციის პერსპექტივაზე თესეუს კონტექსტში თესეულად იმოქმედა. მეორე ტაიმში კი საკმაოდ დიდი სხვაობა შექმნა და თესეუს აღარ ქონდა მეორე ტაიმში ის უპირატესობა, რაც პირველში გუნდები და შეჩერდნენ, მაგრამ არა გრძელდება და ხაბალაევმა შეძლო გოლის გატანა 4-9. პირველში გუნდები და შეჩერდნენ, მაგრამ არა გრძელდება და ხაბალაევმა შეძლო გოლის გატანა 4-9.